მე ვარ მიშა გაგუა, დღეს მინდა გესაუბროთ დოპლერის შესახებ. პაციენტები ხშირად მეკითხებიან დოპლერს აკეთებთ, ან კვლევის ჩატარების წინ მთხოვენ, დოპლერიც ნახეთ რა. მოკლე პასუხი ამ კითხვაზე არის, კი ვაკეთებ. ზოგადად მე ვცდილობ ეკოსკოპიური კვლევების დროს დოპლერის რეჟიმების გამოყენებაში პროგრამა მაქსიმუმი შევასრულო. მეტწილად პაციენტებს არასწორი წარმოდგენა აქვთ შექმნილი ეკოსკოპიური კვლევების დროს დოპლერის გამოყენების ჩვენებებზე და შესაძლებლობებზე. ეს ალბათ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მითების ბრალია. მეტიც, რჩევაში დაბეჭდილება, რომ ბევრი კოლეგა სპეციალისტიც არ არის გარკვეული ამ საკითხში. ამიტომ გადავწყვიტე მოგიყვეთ ზოგადად რა არის დოპლერი და დოპლერის რეჟიმების გამოყენებით რისი შეფასება არის შესაძლებელი. რასაც მოგიყვებით ყველაფერი ნასწავლი მაქვს მიანგინეკოლოგ ეკოსკოპისტთა საერთაშორისო ასოციაციის საგანმანათლებლო რესურსებიდან. დოპლერი არის მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ავსტრიელი ფიზიკოსის გვარი, რომელმაც ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს პირველად შეამჩნია და აღწერა ტალღის წყაროს და მიმღების ურთიერთმოძრაობით გამოწვეული სიხშირის ცვლილება. ბუნებაში არსებულმა ამ ფიზიკურმა ფენომენმა მიიღო დოპლერის ეფექტის სახელწოდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია მოძრავი მანქანის სირენის ხმის ინტენსივობის ცვლილება, როცა ჩვენ გვიახლოვდება ან გვშორდება. მედიცინაში დიაგნოსტიკის მიზნით ულტრაბგერის გამოყენების დანერგვასთან ერთად შესაძლებელი გახდა ჩვენ ორგანიზმში მოძრავ ელემენტებზე დაკვირვება და მათი მახასიათებლების შეფასება. ცნობისთვის ბგერაც და ულტრაბგერაც ტალღას წარმოადგენს. და რა მოძრაობს ჩვენ ორგანიზმში? პირველ რიგში სისხლი, ასევე გულის კუნთი, მასთან ერთად არტერიული სისხლძარღვის კედლები და სხვა. სწორედ მათი მახასიათებლების შეფასების საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ულტრაბგერის აპარატებში ინტეგრირებული დოპლერის რეჟიმები და აპლიკაციები. ჩვენ დროს ამ ფიზიკური ფენომენის გამოყენებით უკვე ბევრი რეჟიმი არის შექმნილი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ალგორითმებით და რიგი სხვა პარამეტრებით. ყველა მათგანის დასახელებაში სიტყვა დოპლერი გვხვდება. მოკლედ გაგაცნობთ მათ. პირველი power doppler, ანუ ძალოვანი დოპლერი, გვიჩვენებს მოძრაობას ერთ ფერში. ყველაზე მგრძნობიარე დოპლერის რეჟიმია და მისი გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ მინიმალური ინტენსივობის სისხლის მიმოქცევა მცირე ზომის ვენურ სისხლძარღვებშიც კი. მეორე, color doppler, ანუ ფერადი დოპლერი, გვიჩვენებს ობიექტის მოძრაობის მიმართულებას ორ ფერში. როგორც წესი გამოიყენება წითელი და ლურჯი ფერები, გადამწოდისკენ მოძრაობს ობიექტი თუ პირიქით შორდება მას. ასევე გვიჩვენებს მოძრავი ელემენტების ხასიათს, ერთნაირი სიჩქარე და ერთმანეთის პარალელურად მოძრაობენ თუ პირიქით, ეგრეთ წოდებული ლამინარული და ტურბულენტური დინება. მესამე, pulse wave doppler, ანუ პულსური დოპლერი. მისი გამოყენებით შეგვიძლია შევაფასოთ მოძრაობის სპექტრი, ჩვენ შემთხვევაში სისხლდინების სპექტრის მახასიათებლები და ასევე მოვისმინოთ ხმა. მეოთხე, continuous wave doppler, ანუ უწყვეტი დოპლერი. ამ რეჟიმს როგორც წესი მხოლოდ კარდიოლოგიურ ხაზის და მაღალი კლასის აპარატებზე თუ შეხვდებით. ცნობისთვის მიანგინეკოლოგებს გვაქვს კარდიოტოკოგრაფიის აპარატი, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს და ვიყენებთ მას ნაყოფის გულისცემის რეგისტრაციისთვის. არსებობს კიდევ tissue doppler, ანუ ქსოვილოვანი დოპლერი. ამ რეჟიმით შეგვიძლია თვითონ ქსოვილის, მაგალითად გულის კუნთის მოძრაობის მახასიათებლების შეფასება. არის ასეთი მიანგინეკოლოგ ეკოსკოპისტთა საერთაშორისო ასოციაციის იტალიელი პროფესორი დარიო პალადინი. ერთ თავის ლექციაში გვირჩევს, რომ სულ ვიფიქროთ, თუ რა მიზნით შეგვიძლია კვლევის დროს სხვადასხვა დოპლერის რეჟიმების გამოყენება. მე მისი რჩევა გავითვალისწინე და ვფიქრობ, რომ დოპლერის რეჟიმების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია პირველი შევაფასოთ სხვადასხვა სტრუქტურების სისხლმომარაგების ხასიათი და ინტენსივობა, მაგალითად პლაცენტის ან საკვერცხის სიმსივნური წარმონაქმნის. ამისთვის უმჯობესია და მეტწილად ვიყენებ ძალოვანი დოპლერის რეჟიმს. მეორე, ირიბად შევაფასოთ იმ ორგანოების განვითარება, რომელთაც არტერიული სისხლმომარაგება გააჩნია. თუ ორგანო სრულფასოვნად ვერ განვითარდა, მისი შესაბამისი არტერიული სისხლძარღვიც განუვითარებელი უნდა იყოს, ხომ?
მაგალითად, ძალოვანი ან ფერადი დოპლერის რეჟიმი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაყოფის თირკმლის არტერიების ვიზუალიზაციისთვის და ირიბად შევაფასოთ თირკმლების განვითარება. ან ნაყოფის თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურის კორძიანი სხეულის განვითარებაზე ვიმსჯელოთ პერიკალოზური არტერიის შეფასებით. მესამე, მოვისმინოთ ნაყოფის გულისცემა. ამისთვის ვიყენებთ პულსური დოპლერის რეჟიმს. მეოთხე, შევაფასოთ სისხლძარღვებში სისხლდინების სპექტრი. ტექნიკურად სისხლდინების სპექტრის შეფასება ნებისმიერ სისხლძარღვში შეგვიძლია, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით არის მეტად და ნაკლებად ინფორმატიული სისხლძარღვები, რაზეც სხვა დროს ვისაუბრებ. მაგალითად, ანემიის დიაგნოსტიკისთვის მოსახერხებელია ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიებში სისხლდინების სპექტრის შეფასება და ამისთვის პულსური დოპლერის რეჟიმს ვიყენებ. მეხუთე, მოვძებნოთ სასურველი სისხლძარღვი და შევაფასოთ მისი ანატომიური განვითარება. მაგალითად, ჭიპლარის ორი არტერიის ვიზუალიზაციისთვის მე ვიყენებ ძალოვან დოპლერს, ხოლო ნაყოფის ვენური სადინარის მოსანახად ვიყენებ ფერადი დოპლერის რეჟიმს. მეექვსე, დავადგინოთ ანომალური სისხლძარღვების არსებობა, რაც ნორმაში არ უნდა იყოს. ამისთვის ასევე ფერადი ან ძალოვანი დოპლერის რეჟიმი გამოგვადგება. მაგალითად, მათი დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ნაყოფის ფილტვების ვენების ანომალური კავშირები. მეშვიდე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაყოფის გულის სტრუქტურების გამოსაკვეთად. მაგალითად, ნაყოფის გულის პარკუჩთა შუა ძგიდის დეფექტების ვიზუალიზაციისთვის. ამ შემთხვევაში სისხლდინების მიმართულებაც რო ვნახოთ, უმჯობესია ფერადი დოპლერის რეჟიმის გამოყენება. მერვე, შევაფასოთ სისხლძარღვების და გულის სარქლების სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები. მაგალითად, დავადგინოთ მათი შევიწროება, ვარიკოზული გაგანიერება ან სარქლების უკმარისობა. შევიწროების მაგალითია ნაყოფის აორტის სტენოზი. ამ შემთხვევაში უმჯობესია ფერადი დოპლერის რეჟიმის გამოყენება. ვარიკოზული გაგანიერების ჭიპლარის ვენის ანევრიზმა. ამ დროსაც უმჯობესია ფერადი დოპლერის გამოყენება. უკმარისობის კი გულის მარჯვენა სამკარიანი სარქლის უკმარისობა. ამის დადგენას კი ჩვენ შევძლებთ პულსური ან ფერადი დოპლერის რეჟიმების დახმარებით. ამ თემებზე დეტალებში საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ სჯობს სხვა დროს მოგიყვებით. როგორც ხედავთ, მე დოპლერის რეჟიმები საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი და აქტიურად ვიყენებ მათ, განსაკუთრებით ნაყოფის ეკოსკოპიური კვლევების დროს. გისურვებთ ჯანმრთელობას და დროებით დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ ეკოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ მოგმართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერი 93A-ში ან ქალაქ გორში კლინიკა ნოვაციოში ილიკო სუხიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში.